1077 ამოცანა. ორი ბრტყელი სარკის საშუალებით როგორ გავიხედოთ სამალავიდან. წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ესეთი ტიპის სამალავი არის, რაღაცა ეს ხვრელი არის, ესე იგი ეკა. და აი სადღაც აქ იმყოფება პიროვნება რა. რომელმაც უნდა დაინახოს ის, რაც აი გარეთ ხდება. ერთი სარკე ესე დავაყენოთ, ეს სარკის უკანა კედელი არის, ესე იგი უკანა ზედაპირი, ეს პირდაპირი ზედაპირი არის. აი აქედან ეცემა სხივები, აირეკლება წამოვა ესე და ეხლა აქ მეორე სარკე უნდა დავაყენოთ და აქედან რეკვლის სხივები მოვა მის თვალში. აი ესეთი გზით შეიძლება გავაკეთოთ. 1078 ამოცანა, ეგეც პრაქტიკულად საზეპირო არის. 137 სურათზე გამოსახულია ავტობუსის გეგმა. A წერტილში იმყოფება მძღოლი, C წერტილში შემოსასვლელი კარია გზავრთათვის. B წერტილში გადის ვერტიკალური ღერძი, რომლის გარშემოც შეუძლია ბრუნვა. D ბრტყელ სარკეს. იპოვეთ აგებით, როგორ უნდა მოთავსდეს D სარკე, რომ მძღოლმა ავტობუსში შემავალი მგზავრების დანახვა შეძლოს. ეგეთი რამე არის, თქვათ ეს არის ეს ავტობუსი არის, აი ესეთნაირად დავხატოთ. ესე იგი აი გზის მძღოლი, აქ არის კარები, რომელშიაც თქვათ შედიან მგზავრები და ეს წერტილი უნდა დაინახოს. აქ არის სადღაც სარკე, ესე იგი. ეხლა რომ დაინახოს, ესე იგი ეს სარკე ისეთნაირად უნდა იყოს განლაგებული, რომ აქედან წამოსული სხივები დაეცეს სარკეს და აქ მოხდეს არეკლა ამ სარკისგან და ამის მძღოლის თვალში მოხდეს ეს სხივები. ესე იგი თქვათ უნდა ეს ორი სხივი დავხატოთ, ერთი ეგა და მეორე ეს და ეს კუთხე მათ შორის ესე იგი გავყოთ შუაზე და აი აქ განვალოგოთ პერპენდიკულარულად სარკე. ეს იქნება აი ამ დაცემის წერტილში აღმართული პერპენდიკულარი. კარგით, 1079 ამოცანა. ტბის ნაპირზე მდგომი ადამიანი წყლის ზედაპირზე ხედავს მზის გამოსახულებას. საით გადაინაცვლებს გამოსახულება თუ ადამიანი ნელ-ნელა დაშორდება ტბას, მზის სხივები პარალელურად ჩათვალეთ. აი წარმოვიდგინოთ ეგეთი რამე, რომ ეს არის თქვათ ნაპირი არის, აი თქვათ აქამდე, ესე იგი ეს უკვე არის წყალი და ეგ სადაც ნაპირზე დგას ადამიანი. ხო, ესე იგი მზის სხივები რაღაცა კუთხით ეცემა. თქვათ რა კუთხითაც დაეცემა, იგივე კუთხით აირეკლება. აი მოდით მე ჯერ არეკლულ სხივს დავხატავ. ეს არის არეკლული სხივი. ამ წერტილში არის აღმართული პერპენდიკულარი, აი დაცემული სხივი ეს არის. მაგრამ ეს არის მზის სხივების მიმართულება. აი ამ წერტილიდან აირეკლება და ეცემა ამის თვალში. ესე იგი გამოსახულებას აი აქ დაინახავს. აი თქვათ აი ამ წერტილში დაინახავს მზის გამოსახულებას. ეხლა ეს ადამიანი თუ დაშორდა, აი თქვათ სადაც უკან გადაინაცვლა ადამიანმა, ხო? ესე იგი რადგან დაცემული სხივები მზის სხივები ერთმანეთის პარალელური არის, ესე იგი ეხლა ეს სხივი აღარ მოვა ამის თვალში, მაგრამ სხვა მოვა. აი თქვათ ის სხივი დავხატოთ, რომელიც მოვა ამის თვალში. ესე იგი აი ეს სხივი არის აი ამის არეკვლის, ეს არეკვლის სხივი არის ამ არეკვლის პარალელური. აი ესე იქნება ახალი დაცემული სხივი. ესე იგი ეხლა დაინახავს აი ამ წერტილში. პირველ წერტილში, ასე რომ თვითონ თუ დაშორდა ნაპირს, ესე იგი გამოსახულება გამოყვება მას. 1080 ამოცანა. გამოიყენეთ წინა ამოცანის პირობები და განსაზღვრეთ რამდენით უნდა ჩაიმუხლოს ადამიანმა, რომ მზის გამოსახულება წყალში ნაპირს 80 სანტიმეტრით მიუახლოვდეს, თუ მზის სიმაღლე ჰორიზონტისადმი 25 გრადუსია. ჩავწეროთ, რომ ესე იგი ელი გადანაცვლება არის 80 სანტიმეტრი
არის 0.8 მეტრი, მზის სიმაღლე არის 25 გრადუსი და რამდენით უნდა ჩაიმუხლოს. ნუ მოდით ეს x-ით ავანიშნოთ. დავხატავ ახლა სურათს და აგეხსნით. ესე იგი წარმოვიდგინეთ ეგეთი რამე, რომ პრაქტიკულად იგივე სურათი უნდა დავხატო, მაგრამ ახლა უკვე ადამიანს ესეთნაირად დავხატავ რა, ვითომ ეს არის ადამიანი. ესე იგი აი ეს არის ნაპირი, თქვათ ნაპირის კიდეზე დგას, აქ არის წყალი, მზის სიმაღლე ეს არის კუთხე, რა კუთხესაც ადგენს მზის სხივები ჰორიზონტთან. აი ეს არის ალფა, რომელიც არის 25 გრადუსი. აი ეს არის პერპენდიკულარი, ნუ ესეც იგივე 25 გრადუსი იქნება. ეხლა ადამიანმა ჩაიმუხლეს ნიშნავს დაიწია თავი დაწია ქვევით, ხო? ესე იგი, ეხლა გამოსახული ადრე აქ იყო, ეხლა მოდით გავალოთ ამის პარალელური სხივი, ამ წერტილში აღმართოთ პერპენდიკულარი და ეხლა აქედან აი ამ დაცემული სხივის პარალელური სხივი დავხატოთ. აი ეს არის ელი, რამდენითაც გადაინაცვლა იმან რა ქვია, გამოსახულება. აი ეხლა ამ 4 კუთხეც თუ განვიხილავთ, ეს პარალელოგრამი არის, ეს ამის პარალელური არის, ეს ამის პარალელური არის და ამიტომ ეს მონაკვეთი არის ამ მონაკვეთის ტოლი, ეს თუ x არის, ესეც x არის. აი განვიხილოთ აი O A B სამკუთხედი. ის მართკუთხა სამკუთხედია და აქედან ამ სამკუთხედიდან x იქნება OB გამრავლებული ტანგენს აი ამ კუთხისა. ნუ კუთხე ABO და კუთხე ABO ეს ალფა კუთხე არის. ასე რომ x არის OB ტანგენს ალფა. ნუ OB არის ელის ტოლი და ესე იგი x იქნება 0.8 ტანგენს 25 გრადუსის. ეს იქნება პასუხი. ხო, ახლა 1091 ამოცანა. ადამიანი ვერტიკალურად ჩამოკიდებულ სარკეში იყურება. შეიცვლება თუ არა სარკეში ადამიანის გამოსახულების სიდიდე თუ იგი სარკეს დაშორდება. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის თქვა დედამიწის ზედაპირი, ეს არის თქვა კედელი, რომელზედაც კიდია სარკე, აი სარკე იყოს, თქვა წარმოვიდგინეთ აი ეს მონაკვეთი. აი სარკის სიგრძე არის L. ნუ აქ თქვა დგას ადამიანი. ხო, ეხლა გამოსახულება ამ სარკეში იქნება, წარმოვიდგინოთ, რომ ეს უსასრულოდ გრძელი არის და გამოსახულება მიიღება იგივე მანძილზე, ხო? სარკის შიგნით. აი ეს არის გამოსახულება. ეხლა რას ხედავს ადამიანი? აქედან თვალიდან უნდა გაავალოთ კიდურა წერტილებამდე, სარკის კიდურა წერტილებამდე სხივები და აი რომ განვიხილოთ, აი ნახეთ ახლა ეგეთ სამკუთხედი მივიღეთ, თქვათ ეს სარკის ზომები იყოს AB, ხოდა ადამიანის თქვათ ეს წერტილი იყოს O, ეს იყოს O პირველი, ეს იყოს თქვათ ნუ C იყოს. ეხლა ჩვენ თუ აი ამ სამკუთხედს განვიხილავთ, აი სამკუთხედი O პირველი C, არა? ამ სამკუთხედში AB არის შუახაზი. იმიტომ რომ AO ნუ ან OA უდრის AO1-ს და OB უდრის BC-ს. ამიტომ O1C უდრის ორჯერ AB-ს. ესე იგი სარკის ზომის გაორმაგებულ ნაწილს ხედავს. ეხლა ამ მოგებაში და აი მსჯელობაში არსად არ შედის, ესე იგი ადამიანიდან სარკემდე მანძილი. ესე იგი ამ მანძილს, რა ვიცი, ესე იგი ელით ავნიშნოთ. მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი ამისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ სადაც არ უნდა იდგეს ადამიანი, ხო? ესე იგი ყოველთვის ის ხედავს სარკის
აი წირითის სიგრძის ორმაგ ნაწილს. აი ეს არის პასუხი. 1082. ადამიანი კედელზე დაკიდებულ ოდნავ დახრილ სარკეში იყურება. აგეთ ადამიანის გამოსახულება სარკეში, სხეულის რა ნაწილს ხედავს ადამიანი. აგებისას ადამიანი შეიძლება აბე მონაკვეთის სახით გამოსახოს. თვალი იყოს C-წერტილში. ნუ აი დავხატოთ ესე იგი სურათი, აი თქვათ ეს არის ზედაპირი, ეს არის კედელი, აი ეს არის სარკე, ნახეთ დახრილი არის სარკე. ადამიანი წარმოვიდგინოთ, რომ აი ესა იყოს ადამიანი. ახლა ეს თქვათ აი სწორ ხაზად შეიძლება წარმოვიდგინოთ. აი წარმოვიდგინოთ, რომ გავაგრძელოთ ამ სარკის ზომა უფრო მეტად ვიდრე აი სარკის სინამდვილეში აი აქედან აბემდე გვაქვს სარკე. ესე იგი აი ეს წერტილი, თავის ზედა წერტილი გამოისახება აი ამ წერტილში, ესე იგი იგივე მანძილზე სარკიდან, სარკის შიგნით. ასევე აი თქვათ ფეხები, ქვედა ნაწილი გამოისახება აი ესეთივე მანძილი აქეთ უნდა გამოსახოთ, არა? აი ეს იქნება ეს. ესე იგი ეს ადამიანის გამოსახულება აი ამ მოდით ესე იგი O პირველი ადამიანის გამოსახულება არის B პირველი სტოლი. ეს მანძილი ამის სტოლია, ეს მანძილი ამის სტოლია და თან ეს პერპენდიკულარული არის სარკის მიმართ. ახლა რას დაინახავს აქედან, რასაც დაინახავს რომ გავიგოთ, ესე იგი აი თვალიდან უნდა ისა ვქნათ რა ქვია კიდურად წერტილებამდე გაუშვათ სხივები და ამას დაინახავს. ესე იგი დაინახავს, ესე იგი ცოტა აცდა ადამიანის, ნუ ცოტა ზედა ნაწილსაც დაინახავს და აი აქამდე ხედავს, ესე იგი ეს სარკეში ფაქტურად ახლა ნუ თითქმის მთლიანად დაინახა თავის თავი. ფეხებთან არის ცოტა დააკლდა ფეხებთან მონაკვეთი. 1083. რა სიმაღლეზე იმყოფება აეროსტატი, თუ R სიმაღლის კოშკიდან იგი ჰორიზონტისადმი ალფა კუთხით ჩანს, ხოლო მისი გამოსახულება ტბაში ჰორიზონტისადმი ბეტა კუთხით ჩანს. მოდი დავხატოთ ესე იგი ეს სურათი, ეს არის წყალი, ეს არის ესე იგი თქვათ აქ არის აეროსტატი სადღაც, აწერტილში არის აეროსტატი, რომელიც R სიმაღლეზე იმყოფება წყლის ზედაპირიდან. ეს არის კოშკი A-ში. ესე იგი აი ეს კოშკი ჩანს, კოშკი აეროსტატი კოშკიდან ჩანს ალფა კუთხით. ხოლო ნუ ახლა ამ წყლის ზედაპირი მუშაობს როგორც სარკე, ამიტომ ეს იგივე მანძილზე გამოსახულება იქნება აი აქ. A პირველი აეროსტატის გამოსახულება იქნება აქ. და ხედავს წყალში, ესე იგი ის ბეტა კუთხეში, ესე იგი აი კოშკში მყოფი დამკვირვებელი. ხო, ეხლა ჩვენ გვეკითხებიან A-ში რისი ტოლი არის, თუ ეს მოცემული არის, ესე იგი მოცემული რა არის? მოცემული არის H დიდი, მოცემული არის ალფა, მოცემულია ბეტა და უნდა ვიპოვოთ H პატარა, რა სიმაღლეზე იმყოფება აეროსტატი. აი განვიხილოთ ორი მართკუთხა სამკუთხედი. მოდით ეს იყოს B წერტილი, ეს C წერტილი. სამკუთხედი A, B, C. ამ სამკუთხედიდან ესე იგი ამ სამკუთხედში AC ეს არის H minus H დიდი. ხოლო H minus H დიდი, უпростоват, ხოლო BC ეს არის აი BC მიმდებარე კათეტი, ეს არის H minus H დიდი გაყოფილი ტანგენს ალფაზე. ეხლა განვიხილოთ სამკუთხედი A პირველი CB. ესე იგი ამ სამკუთხედში AC A პირველი C ეს არის H პატარას პლუს H დიდი.
h პატარას პლუს h დიდი, ხო? ესე იგი და იგივე bc არის h პატარას პლუს h დიდი გაყოფილი ტანგენს ბეტაზე. ახლა ეგენი შეგვიძლია გავუტოვოთ ერთმანეთს h მინუს h დიდი ტანგენს ალფაზე უდრის h პატარას პლუს h დიდი ტანგენს ბეტაზე. ნუ მოდი აქედან ესე იგი h პატარას მინუს h დიდი არის ტანგენს ალფა გაყოფილი ტანგენს ბეტაზე გამრავლებული h პატარა პლუს h დიდზე. ხო, ახლა აქედან გადმოვიტანოთ ეს h პატარიანი წევრი აქეთ ხარეს h პატარა 1 მინუს ტანგენს ალფა ტანგენს ბეტაზე უდრის h დიდი 1 პლუს ტანგენს ალფა ტანგენს ბეტაზე. ასე რომ h პატარა ტოლია h დიდი 1 პლუს ტანგენს ალფა ტანგენს ბეტაზე 1 მინუს ტანგენს ალფა ტანგენს ბეტაზე. ნუ შეიძლება პასუხი ესე დავტოვოთ, მაგრამ შეიძლება გავამარტივოთ ესეთნაირად. ეს არის საერთო მნიშვნელზე მივიყვანოთ h დიდი ტანგენს ბეტა მინუს ტანგენს ალფა გაყოფილი ტანგენს ბეტაზე. აქ იქნება ტანგენს ბეტა პლუს ტანგენს ალფა გაყოფილი ტანგენს ბეტაზე, ესენი გაიკვეცება და h პატარასთვის გვექნება h დიდი ტანგენს ბეტა პლუს ტანგენს ალფა ტანგენს ბეტა მინუს ტანგენს ალფა. ნუ ახლა შეიძლება კიდე გამარტივდეს. ნუ ტანგენსი რო წარმოვიდგინოთ როგორც სინუსი კოსინუსთან შეფარდებული. მოდით გავაკეთოთ ეგეც. ეს არის სინუს ბეტა კოსინუს ბეტაზე პლუს სინუს ალფა კოსინუს ალფაზე სინუს ბეტა კოსინუს ბეტაზე მინუს სინუს ალფა კოსინუს ალფაზე. ნუ მივიყვანოთ საერთო მნიშვნელზე გვექნება სინუს ბეტა კოსინუს ალფა პლუს კოსინუს ბეტა სინუს ალფაზე. აქ ნამრავლი არის კოსინუს ბეტა კოსინუს ალფაზე. უქევითაც ანალოგიური არის, მაგრამ მინუსით სინუს ბეტა კოსინუს ალფა მინუს კოსინუს ბეტა სინუს ალფა შეფარდებული კოსინუს ბეტა კოსინუს ალფაზე. ესენი გაიკვეცება და გვექნება სინუს ბეტა კოსინუს ალფა პლუს კოსინუს ბეტა სინუს ალფა. აქ არის სინუს ბეტა კოსინუს ალფა მინუს კოსინუს ბეტა სინუს ალფა. ეს კი არის სინუს, ხო აქ h დიდი გამომჩა. მაგაც სინუს ალფა პლუს ბეტა სინუს ალფა მინუს ბეტა. აი ეგეთი რაღაცა მივიღებთ.